სახელმწიფო არ არის მხოლოდ ჯარი და ციხესიმაგრეები. სახელმწიფო არის წესრიგი, რომელიც ყოველ მონეტაში უნდა იგრძნობოდეს. მე-12 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ფინანსური ქაოსი სუფევდა. ბაზარი აჭრელებული იყო ბიზანტიური, არაბული და სელჩუკური ფულით. ქვეყანას არ ჰქონდა საკუთარი ეკონომიკური ხერხემალი. დავითმა იცოდა, სანამ სხვისი ფულით ვაჭრობთ, სხვის ნებაზე ვარ დამოკიდებულნი. დავითმა დაიწყო უმძიმესი ფინანსური რეფორმა. იმ პერიოდში მსოფლიოში ვერცხლის კრიზისი მძვინვარებდა, მაგრამ მეფის გენიამ გამოსავალი აქაც იპოვა. მან განაახლა მონეტის ჯრა, სადაც სპილენძმა ვერცხლის ფუნქცია შეიძინა, თუმცა მისი მსყიდველობითი უნარი სახელმწიფო გარანტიით იყო გამყარებული. შეხედეთ ამ მონეტას. მასზე პირველად ჩნდება ამაღი წარწერა. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა და რაც მთავარია, მესიის მახვილი. ეს არ იყო მხოლოდ ლითონის ნაჭერი. ეს იყო დავითის სიტყვა და ავტორიტეტი. ქართულმა ფულმა ნდობა მოიპოვა არა მხოლოდ სამეფოს შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თბილისი, ანისი და კაბალა დიდ სავაჭრო ჰაბებად იქცა. მეფე პირადად აკონტროლებდა ზარაფხანებს. მან შექმნა სისტემა, სადაც ვაჭარი დაცული იყო, ხოლო სახელმწიფო ხაზინა ყოველდღიურად ივსებოდა. ეკონომიკური აღმავლობა გახდა ის საწვავი, რომელმაც დიდგორის გამარჯვება დააფინანსა. დავითმა დაამტკიცა, რომ ძლიერი სახელმწიფო იწყება არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ზარაფხანაში. ქართული მონეტა გახდა სიმბოლო იმისა, რომ საქართველო მსოფლიო მოთამაშეა. ქვეყანა მზად იყო დიდი ნახტომისთვის. ეკონომიკა გამართულია, ჯარი გაწვრთნილია, სული განწმენდილია. წინ გადამწყვეტი ბრძოლებია. დავით აღმაშენებელს სწამდა, რომ საკუთარი ფული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მთავარი ნიშანია. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ გლობალურ სამყაროში ქვეყნისთვის საკუთარი ვალუტის სიძლიერე და ეკონომიკური სუვერენიტეტი? დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ დავითის ამ შორსმჭრედელურ რეფორმაზე. შემოგვიერთდით ამ მოგზაურობაში. ჩვენ ვაგრძელებთ ვიდეოების სერიას დავით აღმაშენებლის ეპოქაზე. გამოიწერეთ არხი